სწორედ სამების საკათედრო ტაძრისკენ აქ მამა ილია კარტოზიას ჩამოსვენებას დაესწრნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, თავად ბერის ოჯახის წევრები, ნათესავები და ახლობლები, მათ ისაუბრეს ბერის ღვაწლზე და გმირული დაღუპვის შესახებ. Როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ წუთებში ბერის ცხედარს გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში და ის დღეს მთელი საღამო და დღის მეორე ნახევრამდე ცხედარი სწორედ სამებაში იქნება დასვენებული. ნათლისღების წირვის დასრულების შემდეგ კი ბერის ცხედარს უკვე გადაასვენებენ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მიდიოდა ეს წმინდა ნაწილების მოსალოცად, უნდა წასულიყო წმინდა ბარში, წმინდა ნიკოლეს ნაწილების მოსალოცად. და მიდიოდა ეგ და როდესაც ეს ხანძარი გაჩნდა იქ როგორ გვწყვებია, რომ ის მანამდე არ აპირებდა ჩამჯდარიყო ნავში, სანამ ყველა ის მომლოცვისთანაც იყო ის მომლოცვეთა წასული, რომ ყველგან ჩამჯდარიყო და ბოლოს აპირებდა, მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ ერთ-ერთი ქალბატონი შულთან ერთად რომ ვერ ჯდებოდა ნავში, მას დაუთმო ადგილი და ის ხატები და ისაც მას ჰქონდა, არ უნდა ხელიდან გაეშვა. ერთ-ერთი თვითმხილველი ყვებოდა, რომ თურმე ამ ხატებს იმ დროს გაეშვა მას ბაგრიზე ხელი და ისე ჩავარდა ზღვაში. საოცარი ადამიანი, განუმეორებელი ნიჩეს და სიყვარულის პატრონი ადამიანი იყო. მას ყველა უყვარდა, ფალასეფერებოდა. მამა ილიას ეს ვაჟკაცური საქციელით ეს ამით ანახა მთელს საქართველოს და მთელს მართლმადიდებლურ სამყაროს ქართული კაცის ბუნება, ხასიათი, მოყვასისათვის თავგანწირვა. კაცი რომელიც არის იმ კუთხიდან, რომელსაც ამბროს ხელაიას კუთხე ქვია, იმ ნაკვალებზე გავლილი კაცი ალბათ ყოველთვის ჩადის იმას, რაც მან ჩაიდინა.